ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ავიწოდოთ. ჩვენი უფლება მათ ძალა უფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან, მაესტროზე. საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. საქართველოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ როკის გვირაბსა და ფსოუს სასაზღვრო საგუშაგოებზე ევროკავშირის შესაბამისი მისიის ჩაყენების ინიციატივით უნდა გამოვიდეს. ასეთ წინადადებას თავაზობს გიორგი თარგამაძე საქართველოს ხელისუფლებას და მაგალითად მოლდოვა სასახელებს, სადაც რუსეთმა ასეთი პრეცედენტი უკვე დაუშვა. წინადადებას გამოეხმაურა უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს იცავს, საქართველოსთვის მისაღებია. ნიშნავს თუ არა ახალი ინიციატივა და ხელისუფლების რეაქცია იმას, რომ საქართველოს პოზიცია იცვლება და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართველი მებაჟეების დადგომა პრინციპული საკითხი აღარ არის. ამ თემაზე პირდაპირ საუბარი შოთა მალაშხიასთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში პაატა ზაქარიაშვილთან საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ანგარიშის შესახებ ვისაუბრებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის და პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატები 2013 წელს დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა არიან. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია შოთა მალაშხია, ბატონო შოთა, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გიორგი თარგამაძე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გიორგი თარგამაძე საქართველოს ხელისუფლებას თავაზობს შემდეგ ინიციატივას, ანუ მოლდოვას მაგალითის გადმოღებას და როკის გვირაბსა და ფსოუს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ევროკავშირის მისიის ჩაყენებას. როგორც თქვენი კომენტარიდან ირკვევა, ხელისუფლება პრინციპში ამის წინააღმდეგი არ არის. რას ნიშნავს ეს ბატონო შოთა, რომ ჩვენი პრინციპული პოზიცია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართველი მებაჟეების ჩაყენებასთან დაკავშირებით შესაძლებელია რომ შეიცვალოს? არა, ჩვენი მიდგომა ჯერ კიდევ განსაზღვრულია 2004 წლიდან, აქ უბრალოდ ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელებულიყო, შემდეგ რუსეთმა ეს პირობა დაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ ამ დაგვარი შეხვედრები 2005-ში, 2006-ში იყო, რუსეთი არ ასრულებდა იმ პირობებს. დღევანდელ დღეს რუსეთისთვის გაცილებით რა პირობებს გულისხმობთ? სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართული მესაზღვრეები, უკაცრავად მებაჟეების ჩაყენებას? დიახ, ამაზე იყო საუბარი, გარდა ამისა იყო დიდი ბოდიში ბატონო შოთა, მოლაპარაკებები მიდიოდა, ანუ რუსეთი თანხმობას აცხადებდა ამაზე, ამ პირობის შესრულებაზე? 2004 წლის მდგომარეობით თანხმობას აცხადებდა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ 2005-ში შემდეგ ეს საკითხი იქნა ვტო-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე გატანილი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ საქართველოს დაუჭირა მხარი. ეს ინფორმაცია არის 2005-ის მონაცემებით. ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე რო ვსაუბრობთ, პრინციპში აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვითხოვთ წესების დაცვას, რისთვისაც არის მოწოდინებული ეს სწორედ საერთაშორისო ორგანიზაცია. აქ საუბარია, რომ ეკონომიკური საზღვრები არ უნდა იქნას დარღვეული საქართველოს ტერიტორიას და აქედან გამომდინარე საზღვარზე გადმოსულ ყველა საქონელს უნდა აკონტროლებდეს ქართული მხარე. უკვე მექანიზმი როგორ განხორციელდება ეს კონტროლი, ეს იქნება დაუშვათ ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ევროკავშირის თუ ქართულ ეუთოსი თუ გაეროსი თუ ასე შემდეგ, ეს არის უკვე დაზუსტება ამ საკითხების, მაგრამ აქ თავარი არის, რომ პრინციპი უნდა იქნას დაცული, ეს უნდა იყოს ნებისმიერი კონტროლი საქართველოს სახელმწიფოს გამგეობაში. ანუ ამ შემთხვევაში თქვენი საუბრიდან გამომდინარე, რა უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთ ვარიანტს, ან მსგავს მიახლოებულ ვარიანტს, როგორც არის მოლდოვაში დათანხმდება საქართველო და ევროკავშირის მისიაც აიღებს თავის თავზე იმას, რომ ჩადგეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, ქართველი მებაჟეებიც იდგებიან მათთან ერთად, თუ ქართული მხარე იქნება თანახმა იმაზე, რომ იქ იდგნენ მხოლოდ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები, რომლებიც უბრალოდ ინფორმაციას მიაწვდიან ქართულ მებაჟეებს. ანუ რა დათმობაზე ვართ ჩვენ წამსვლელი? უნდა ვკითხოთ ინიციატორებს, იმიტომ რომ მოლდოვას შედარება ამ შემთხვევაში ცოტა ძნელია იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ მოლდოვას რუსეთი არ ესაზღვრება
განმეორება, აქ საუბარია უკრაინაზე, ეს კონტინგენტი აღიარებული დამოუკიდებლობის ასე შემდეგ, არც ამ ტერიტორიაზე ეთნოწმენდის ფაქტები ეს საერთაშორისო დონეზე არ არის გატანილი, ნესტრისპირეთი. გარდა ამისა, აქ საუბარია, რომ თვითონ ეგრე ეს სტრუქტურა დგას ნეიტრალურ ზონაში, რომელიც არც უკრაინისაა და არც მოლდავეთის. ამ შემთხვევაში აქ არის ოკუპირებული ტერიტორიები და იმის იქით არის რუსეთის ფედერაცია. ამიტომ ამ საკითხს ცოტა მეტი დაზუსტება მაინც ჭირდება სულ მინიმალურად რაიმე პასუხი რომ მქონდეს. მე ვამბობ პასუხს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი ამ ქმედებების დროს უნდა იქნეს დაცული. ეს რას გულისხმობთ ამაში? ისევ გავიმეორებ, მოდით ცოტათი დავყოთ ეს საკითხი. ანუ პრინციპულად თანახმა იქნება თუ არა ქართული მხარე იმაზე, რომ ევროკავშირის მისია ჩადგეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან. ეს არ არის პრინციპში ჩემი გადასაწყვეტი, ამას ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო მაგრამ მე ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობ, აქ უნდა იყოს რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რა სტრუქტურაც არ უნდა იყოს აქ, ეს ინფორმაცია უნდა მოდიოდეს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებასთან. ანუ სრულ ინფორმაციას თვირთების გატარებაზე და აქ შემოსულ თვირთებზე პირველ რიგში უნდა ღებულობდეს სახელმწიფო ხელისუფალი და საქართველოს სახელმწიფო. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურად დასაშვებია ის, რომ ქართველი მებაჟე არ იდგეს, ანუ წავიდეთ იმ დათმობაზე, რომ ქართველი მებაჟე არ იდგეს, მაგრამ იდგეს ევროკავშირის მისია, რომელიც მიაწვდის ქართველ მებაჟეს ინფორმაციას თვითბრუნვის შესახებ. თეორიულად ეს ვარიანტი დასაშვებია, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ამდაგვარი მიდგომა, თქვენ გახსოვთ საზღვრის გაკონტროლების დროს, როდესაც საუბარი იყო, რომ ეს საზღვარიც არ არის დადგენილი რუსეთ-საქართველოსთან, ერთადერთი რა საზღვარიც არის დადგენილი, ეს არის თურქეთთან. და ამ დროს საუბარი იყო, რომ ევროკავშირი თავისი სპეცსაშუალებებით ამ საზღვარს გააკონტროლებდა კოსმოსიდან და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ თანახმავ იქნებით ამდაგვარი კონტროლის, როდესაც ეს ინფორმაცია იქნება მიწოდებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენთვის არის, ჩვენ სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ აქ პრინციპებს ვიცავთ, ეს პრინციპი არის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამის შემდეგ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ შემოქმედებითი იქნება ამ საკითხის გადაწყვეტის დროს. ასე იყო იგივე ეუთოს მისიის შემოყვანის დროს, ყველა ვარიანტში ღებულობდა საქართველოს ხელისუფლება მონაწილეობას, მაგრამ ძირითადი პრინციპი, რომლის უკან წაღებას საქართველოს ხელისუფლება არასდროს არ იზამს და არ დააპირებს, ეს არის მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც რუსებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სხვანაირადაა აღქმული და დანარჩენი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ეს ტერიტორიული მთლიანობა არის იმ ფარგლებში, რომელშიც ცნობ გაერომ საქართველოს. თუმცა ბატონო შოთა, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ანუ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უნდა გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, სადაც საქართველოს ძალიან პრინციპულად იცავდა თავის პოზიციას და იძახდა იმას, რომ აუცილებლად სწორედ ქართველი მებაჟეები უნდა იდგნენ ამ პუნქტებთან. არის თუ არა გარკვეული დათმობა ის, რომ თქვენ ახლა აცხადებთ, რომ მოქნილი იქნება პრინციპში საქართველოს ხელისუფლება და დათანხმდება იმაზეც, რომ იქ არ იდგეს ქართველი მებაჟე, მაგრამ იყოს ინფორმაცია, რომელიც მიუღია ქართველ ამ გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ, მაგრამ ას მოქნილობა საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ახასიათებდა და ახასიათებს დღევანდელ დღესაც. აქ საუბარია იმაზე, რომ პასპორტში ეთნიკური ქართველი არავის არ უწერია, მთავარი არის, რომ რეალურად რა ფუნქციას ასრულებს. ამ თვალს ამიტომ ვამბობ, რომ თუ ის სტრუქტურა, რომელიც იქ იდგება, ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, აქ პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, აქ არის უბრალოდ ტექნიკურ განხორციელებაზე ამ საკითხის, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა მიზეზები დაასახელოს რუსეთმა დაუშვათ ამ ტექნიკური აღსრულების დროს. ეს საშუალება რომ მოესწოთ მათ, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რეალური საუბარი და წინწასვლა რეალურად შესაძლებელია. თუმცა ნაკლებად ველოდები, რომ რუსეთი ასეთ წინადადებაზე, კონსტრუქციულ წინადადებაზე საქართველოს ხელისუფლებისა და დანარჩენი მსოფლიო საზოგადოებრიობის წამოვიდეს. რატომ? იმიტომ რომ მისთვის ოკუპირებული ტერიტორიები არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მისთვის ეთნოწმენდა მომხდარი რეგიონი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის დღესაც აგრძელებს ამ ტერიტორიაზე კულტურულ გენოციდს, მაშინ როდესაც ითხოვს კვიპროსში მართლმადიდებლური ძეგლების აღდგენას, ეს მისი ორმაგი სტანდარტია. დღევანდელ დღეს, როდესაც პრაქტიკულად ფართო სპექტრი გაიჩარლა ფაშისტური მოძრაობის და მოსკოვში ხედავთ რა ხდება, დღეს საერთოდ პუტინის განცხადება საერთოდ წარმოუდგენელი იყო, ის ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს უმრავლესობის ინტერესებს და თუმცა უმრავლესობას რუსები არ წარმოადგენენ. სწორედ ამ სიტუაციაში რუსეთისთვის ასევე ძალიან პრინციპულია გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, ხოლო ის მისია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ,
როგორც თქვენ თვითონაც ბრძანეთ, შესაძლებელია განხორციელდეს ქართველების უშუალო მონაწილეობის გარეშე, რაც რუსეთისთვის ასევე არის პრინციპული საკითხი, რომ იქ არ იდგეს ქართველი მებაჟე. პრაქტიკულად მithumetes ასეთი პრეცედენტი თვითონ გიორგი თარგამაძეც ამბობს თავის ინიციატივაში, რომ ასეთი პრეცედენტი მას უკვე დაშვებული აქვს მოლდოვაში, ამიტომ შესაბამისად გაუჭირდება უარის თქმა. აი ხო თქვი მოლდოვასთან და საქართველოს შორის. დიახ, მაგრამ პრინციპულად ეს მაინც არის პრეცედენტი. თუ ამას რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგავს, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად იწყებს უკან წაღებას ამ რეგიონების დამოუკიდებლობის. ის ნიშნავს, რომ ამ რეგიონის დემილიტარიზაციას დაიწყებს და პროცესი დეოკუპაციის იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის მისია ჩადგება, ეს შეგვიძლია განვიხილოთ. მე ვერ გეტყვით ევროკავშირი, ეუთო, გაეროს ნაწილი თუ ასე შემდეგ. გაეროში რუსეთს აქვს ვეტოს დადების უფლება, ამიტომ შეიძლება დათანხმდეს. თანხმობა ასეთ შემთხვევაშიც რუსეთის იქნება საჭირო, იმიტომ რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ეს ტერიტორია, რუსეთია პასუხისმგებელი არ ჩადენილ დანაშაულზე. და არ ამგონია ასეთი ნაბიჯი გადადას. თუმცა სასურველი იქნება რაიმე კონსტრუქციულ წინადადებაზე რუსეთი წამოვიდეს და ამ თვალსაზრისით ერთიანი სივრცე ეკონომიკური დაფიქსირდება საქართველოს შემთხვევაში და ეს საშუალებას მისცემს უკვე სხვა მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. იგივე საფრენის საშუალებებით, საზღვაო სისტემებზე, ფიჭურ კავშირგაბმულობებზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველგან არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, სადაც ამ საკითხების დაყენება შეიძლება. აქ ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადაიდგა ამ მიმართულებით, ეს იქნება კარგი და ეს იქნება კონსტრუქციული და ოღონდ რუსეთი ამ პროცესში მერე ვეღარ გაჩერდება. ბატონო შოთა, რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას, ისე უმას დაუბრუნდები, რამდენად შეიძლება ეს ან რაიმე მსგავსი ანალოგიური ინიციატივა განვიხილოთ სწორედ იმ კრეატიულ გამოსავლად, რასაც ობამას ადმინისტრაცია ჯერ კიდევ დაახლოებით 1 თვის წინ სთავაზობდა საქართველოს ხელისუფლებას. ესე იგი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ერთი ინფორმაცია გვაქვს, აქ საუბარი არის ევროკავშირის გამოყენებაზე. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, იმიტომ რომ პირდაპირ ანალოგი ამ ორ სტრუქტურას, ამ ორ გადაწყვეტილებას შორის არ არსებობს, ეს რო იყოს უფრო ჩამოყალიბებული, მაშინ უფრო შეგვეძლებოდა ამ საკითხზე საუბარი. თუმცა საერთოდ რო ინიციატივები არსებობს, ეს უკვე კარგია და ჩვენ ყოველთვის ყველა გადაწყვეტილებების დროს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვართ საკმაოდ მობილური ძირითადი პრინციპის დაცვით. და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა ალბათ ასეთი ინიციატივები უფრო მეტად სწორედ ხელისუფლებას უნდა კონდეს. გაქვთ ნაფიქრი აი იმ კრეატიულ წინადადებაზე, რომელიც არ აიძულებს საქართველოს დათმოს პრინციპული ინტერესები და ამავდროულად მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ასე დასავლეთისთვის, ანუ გარდა კრეატიულობისა, აქ იქნება რეალისტურობის ელემენტიც ჩადებული. გეთანხმებით, ამაში მონაწილეობას ღებულობდა და ღებულობს ეკონომიკის სამინისტრო 2004-ში, 5-ში, 6-ში ამ პროცესებში ეს სტრუქტურა იყო ჩართული. თუმცა დღეს ეს საკითხი უკვე ცოტა სხვა კუთხით დგას, ბატონო შოთა, ანუ ის ძალიან ახლოს არის რეალობასთან, რუსეთის გაწევრიანებას გულისხმობ. აი ეს ცოტა აჟიტირებული თემაა, მე მაინც მგონია, იმიტომ რომ 2 წლის წინაც ზუსტად იგივე განწყობები იყო და რუსეთის მასმედიაში. ამერიკის პრეზიდენტი 2 წლის წინ არ აცხადებდა იმას, რომ რუსეთი გახდება საავადმყოფო ორგანიზაციის წევრი. ყოველი პრეზიდენტის ყოველი მოსვლის დროს, ყოველთვის აი დავუშვით კლინტონის დროს იყო რაღაც რუსეთ-საქართველოს კომისია, გორის კომისია იყო. შემდეგ შეიქმნა ბუშის დროსაც ამდაგვარი კომისია. ამანაც ვერ იმუშავა. ეხლაც ანალოგიური მაგრამ ასეთი განცხადება გახსენდებათ თქვენმე არ ახლოებით ამდაგვარი განცხადებები. რომ რუსეთი აუცილებლად გახდება. ესე კატეგორიულად შეიძლება არ იყო, მაგრამ მეორე არის, რომ თვითონ ამერიკაში ამ საკითხის გადაწყვეტილების დროს იქნება პრობლემები. ეს არის რა, ესე იგი, მათ აქვთ მიღებული კანონი, ეს არის ჯექსონ-ვენიკის კანონი, რომელიც მაშინდელი ემიგრანტების ხელშეწყობით იქნა მიღებული, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საბჭოთა კავშირში და დღევანდელ სამართალმემკვიდრე რუსეთში ურთიერთობას ამ ეკონომიკური თვალსაზრისით გრძალავდა და შეფერხებები იყო ამ თვალსაზრისით. ეს ძირითადი კანონი. ეს კანონი უნდა გაუქმდეს კონგრესში და თუ ამ არჩევნების წინ სხვა მდგომარეობა იყო კონგრესში, დღეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაა. ჩვენ გადაწყვეტილებას ამერიკელი კონგრესმენების მაგივრად ვერ მივიღებთ, მაგრამ ტონი ამ კონგრესმენების საკმაოდ გამკაცრა. რატომ რა შეიცვალა კონგრესში, რადგან რესპუბლიკელებმა მიიღეს მეტი ადგილები? და ტონი შეიცვალა, ერთი და მეორე არის ის, რომ თვითონ ამ გადატვირთვიდან ჯერჯერობით რეალური არაფერი არ ჩანს.
და ამდაგვარი შეფერხებები მე არ ვამბობ ეს მარტო ამ ადმინისტრაციის პრობლემაა, მე ვთქვი ბუშის დროსაც, კლინტონის დროსაც და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ყოველმა ახალმა მოსულმა პრეზიდენტმა უნდა სინჯოს დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები, თუმცა ამ ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჯერჯერობით ეს არც ერთ პრეზიდენტს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ეს არის რუსეთის მენტალობის პრობლემა. გადატვირთვის პოლიტიკიდან და შეთანხმება იყო ირანზე, შეთანხმება ავღანეთზე, ეს არ არის გადატვირთვის პოლიტიკის რეალური შედეგები. დღევანდელ განცხადებებს თუ შევხედავთ და ამ ინფორმაციებს, რომელიც არის იგივე რაიმე ჩართულობის ხარისხზე საუბარი ევროპის უშიშროებით, ის რომ დერეფნად იქნება გამოყენებული რუსეთი, ეს პრობლემაც არ არსებობს, იმიტომ ახლა ალტერნატიული გზები რეალურად მოიძებნა მათი უშუალო მონაწილეობა სხვადასხვა პროცესებში რუსეთს გულისხმობ, იგივე შპიონაჟის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, საკმაოდ და დღევანდელი რუსეთის მოვლენები საკმაოდ ართულებს რუსეთის მდგომარეობას და რეალურად გამოიკვეთა, რომ რუსეთში აბსოლუტურად სხვა პროცესები მიდის და მისი შექცევადობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ანუ თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, შეფერხდება რუსეთის გაწევრიანება სავაჭრო ორგანიზაციაში? ესე იგი, თვითონ ამერიკელები გარდა ამისა უყენებდნენ სხვა პრობლემებს, ეს იყო ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, ეს იყო ქათმის ხორცთან დაკავშირებული პრობლემები, ეს პრობლემები როგორც ჩანს მოგვარდა, მაგრამ სხვა სახის პრობლემები რეალურად არსებობს. შეთანხმება არსებობს ევროკავშირთან. და ევროკავშირთანაც არსებობს შეთანხმება, მაგრამ აქ არის მთავარი ზოგჯერ არის ინტერვიუში წერია, რომ დაუშვათ საქართველოს საკითხი აქ არ ფიგურირებს. რას ნიშნავს ეს? არ ვიცი, ეგრეთ წოდებული ექსპერტები საუბრობენ ამაზე. ეს არ შეიძლება იყოს დასმული ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკურ სივრცეზე ლაპარაკი და ვერც ევროკავშირი, ვერც ამერიკის შეერთებული შტატები საკითხს პოლიტიკურ სპექტრში საქართველოს საკითხს ვერ წამოწევს. ეს საკითხი პრობლემატიკის თვალსაზრისით უნდა დააყენოს თვითონ საქართველოს და აყენებს ამ საკითხებს, მაგრამ გადაწყვეტილება, როდესაც იქნება გაწევრიანებაზე, როგორც წესი, ყოველთვის მიიღებოდა კონსენსუსის წესით. თუმცა ბატონო, დღეს საუბარია იმაზე, რომ მართალია მიიღება კონსენსუსის წესით გადაწყვეტილება, მაგრამ შესაძლოა იქნეს დაშვებული პრეცედენტი და ამის შესახებ თუ არ ვთქვი დაახლოებით 1 თვის წინ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებაც გააკეთეს განცხადებები, შესაძლებელია დაშვებული იქნას პრეცედენტი, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა შორისაც არის კონფლიქტი, უბრალოდ ამ ორგანიზაციის წესები არ მოქმედებს. ანუ შესაძლებელია რუსეთი გახდეს ორგანიზაციის წევრი, თუმცა საქართველოსა და რუსეთს შორის ორგანიზაციის წესები უბრალოდ არ იმოქმედებს. უშვებთ ასეთ ვარიანტს? ეს პრაქტიკულად გამორიცხულია იმ თვალსაზრისით, რომ ამდაგვარი პრეცედენტი უბრალოდ არ არსებობს. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია შეიქმნა სადღაც 50 ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულების შესრულება ამ სახელმწიფოებისთვის არის აუცილებელი. არ ამგონია რუსეთი რაიმეს ისეთ წარმოადგენდეს, რომ ის რაღაც გარკვეული წინაპირობებით იქნას მიღებული, რომლის შემდგომი გაკონტროლების საშუალება ამ WTO-ს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში შეუძლებელი იქნება. თუმცა ბატონშოთა, აგრეთვე ის რომ ამერიკაც და ევროპის ქვეყნები ძალიან მოწადინებული არიან, რომ რუსეთი გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. ჩვენც მოწადინებული ვართ, თორემ ვამბობთ, რომ მან უნდა დაიცვას ის წესები, რისთვისაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, ეს განსაზღვრული არის იმ 50 ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ორგანიზაცია, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია აწესრიგებს საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ ხელშეკრულების დარღვევის ფონზე, როდესაც უკვე საუბარია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უკვე დარღვეული იქნება, თუ ის არ დაეთანხმა საქართველოს წინადადებებს, ამ დროს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც, ევროკავშირის სახელმწიფოები, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ეს საკითხი კენჭისყრაზეც რო დადგეს, არ მისცემს ხმას, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები დღეს ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ეთნოწმენდა, ანექსირებულია, ოკუპირებულია და აქ ეკონომიკური პრობლემა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს უნდა იქნას მოხსნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პრინციპი ირღვევა ამ საერთაშორისო ორგანიზაციას. რომ რუსეთი აუცილებლად გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. იმის გარანტია აქვს რუსეთისგან, რომ ის შეცვლის თავის პოზიციას. ეს უკვე რუსეთის პრობლემაა, იცით, ყველამ თავისი წინადადებები რაც ჰქონდა.
მე ლიტვას ქონდა მე მგონი რაღაცა თუ ფინეთს ქონდა ხეტყესთან დაკავშირებით და გაარკვიეს და მოხსნეს რამდენად ცნობილია საქართველოს გარდა ყველა პრეტენზია მოხსნილია მათ შორის იაპონიის ის სხვა თან რიგის პრობლემებია ეხლა ხეტყეს მიაწვდი და თუ არ მიაწვდი გასაგებია მაგრამ ბატონშოთა საქართველო არის იმდენად მნიშვნელოვანი ანუ საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სურვილი დასავლეთის რუსეთი გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი რეალისტურად შეხვდება რეალისტურად ვილაპარაკოთ აუცილებლად ეს არის თვითონ ღირებულებითი სისტემა ირღვევა. თუ ეს სავაჭრო ორგანიზაცია შეიქმნა იმ პრინციპებით, რომ დაიცვას არა აქვს სახელმწიფო სიდიდეს მნიშვნელობა, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე, ეკონომიკური თვალსაზრისით და ამას უკვე შესვლისთანავე არღვევს, თვითონ ამ სახელმწიფო ამ სტრუქტურის შექმნის იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა საუბარია იმაზე, რომ პირიქით, როდესაც რუსეთი გახდება სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, რუსეთის შიგნით შეიცვლება თამაშის წესები. სწორედ ამითია გამოწვეული ის, რომ რუსეთში საკმაოდ გავლენიანი ფიგურების ერთი ნაწილი საერთოდ არ არის მოსურნე ამ ორგანიზაციაში ქვეყნის გაერთიანებას. ცალსახად გეთანხმებით, სინამდვილეში თუ ამ წესს დაიცავს, ანუ ჩვენი თავარი პრინციპი იქნება დაცული, ამით პროცესი არ მთავრდება. ამით პროცესი იწყება და შემდგომ არის ის, რომ დაუშვათ, რაც იყო აკრძალვები იგივე ღვინოსთან მინერალურ წყლებთან და ასე შემდეგ, ამას ესეთ ხელაღებით რუსეთი ვეღარ განახორციელებს, რომ იყოს ამ სტანდარტების, იმიტომ რომ ჩვენს პროდუქციას არ ადევს ოფიციალურად ემბარგო. ჩვენი პროდუქცია დაწუნებულია ხარისხის გამო. და ამას ვამბობ, ოღონდ ამის გადაწყვეტილებას ღებულობს ანიშენკო, რომელსაც არავინ არაფერს არ ეკითხება სინამდვილეში. და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იგივე ექსპერტიზას ჩაატარებ უკვე ამ ორგანიზაციის პარგლებში, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციას აქვს ერთი ძირითადი კომისია და რამდენიმე კომისიები, რომლებიც გარკვეულ დავებს აწესრიგებს და ამ კომისიის პარგლებში ჩაატარებ ექსპერტიზას და დაადგენ, რომ სინამდვილეში ანიშენკოს ტყუილი სიმართლის ნატამალი არ არის, ასეთ შემთხვევაში აკრძალვები უკვე აღარ იმოქმედებს. სწორედ ამას ვამბობ, რომ ყველასთვის კარგია, მაგრამ ამ სიკეთის მისაღებად საჭირო არის თავიდანვე იქნას დაცული ის სტანდარტები, რისთვისაც მოწადინებულია ეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ბატონშოთა ექსპერტები აცხადებენ, რომ იმის გამო, რომ დასავლეთ სურს ძალიან რუსეთი გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, საქართველოზე გაიზრდება ზეწოლა. ეთანხმებით ამას? არა, პრინციპში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ, ადრე იყო იგივე ექსპერტების მიერ პოზიცია გამოთქმული, რომ საქართველო გაიცვალა ხან ავღანეთში, არ ვიცი, ხან ერაყში და ასე შემდეგ და დღევანდელ დღეს ეს ამ თემაზე ლაპარაკი მე მგონი პრაქტიკულად მოისპო, იმიტომ რომ არაფერში არ იცვლება, როდესაც ასე პრინციპულად დგას საქმე. ლაპარაკია დანაშაულზე 21 საუკუნეში ეთნოწმენდაზე და ამდაგვარი დანაშაული ეთნოწმენდა და შემდეგ ამ ეთნოწმენდა მომხდარ რეგიონისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დარქმევა ეს არ გაურისკავს არც ერთ ფაშისტურ და კომუნისტურ რეჟიმს. ეთნოწმენდას აწყობდნენ, მაგრამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ ქმნიან. ამ ტიპის დანაშაულის ფონზე, რომ ელემენტარული პრინციპი, ეკონომიკური გადაადგილება და ეკონომიკური თავისუფლება არ იქნას დაცული, თვითონ ამ ორგანიზაციის პრესტიჟს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მას მაგალითად იქ არის შიგნით ორგანიზაციებიც ფაქტია რომ საქართველოს გარდა წინააღმდეგობას არავინ არ უწევს რუსეთს გაერთიანებას. ხომ ფაქტია რომ საქართველოს გარდა წინააღმდეგობას არ უწევს არც ეს საქართველოს პრობლემაა. ფინეთი აყენებს თავის პრობლემას, ლიტვა აყენებს თავის პრობლემას, ამერიკა აყენებს. ბატონო, აღარ არის ეს პრობლემა. ამიტომ ჩვენ ვაყენებთ ჩვენ პრობლემას და ეს ჩვენი პრობლემა, როგორც ღირებულებითი სისტემა გაზიარებული იქნება ამ ორგანიზაციის წევრების მიერ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ის რეზოლუციები, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეს სახელმწიფოები ღებულობენ ევროკავშირის მასშტაბით თავიანთ სახელმწიფოებში და კონგრესებში უბრალოდ შეუთანხმებელი და შეუთავსებელი იქნება იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც დაუშვათ რომელიმე წარმომადგენელი, ზოგან ეკონომიკის სამინისტრო, ზოგან პირადი წარმომადგენელი მიიღებს უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პარკლებში. კარგით, უშვებთ თუ არა იმ ვარიანტს, რომ ისე დადგება სიტუაცია, ისე მომწიფდება, რომ საქართველოს უბრალოდ მოუწევს რაღაც კომპრომისზე წასვლა. არა, ეს ის საკითხია, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი. ჩვენ ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ფორუმის ფარგლებში ხარ ვაყენებთ საკითხს, რომ ბაზები გაიყვანონ, დეოკუპაცია დაიწყონ, დევნილები დააბრუნონ. ეს ამ სიფტყის თემა არ არის, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციაში ეს საკითხები არ წყდება. ამ ორგანიზაციაში წყდება ეკონომიკური სივრცის ერთიანობის საკითხი. თუმცა მებაჟის დაყენება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართველის უკვე თავისთავად გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რაღაც კონტექსტში.
ამიტომ გეუბნებით, ესე იგი ნებისმიერ სწორია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკის თვალსაზრისით უნდა იქნას დაცული და სწორედ ის ადამიანი, რომელიც იქ იდგება, ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს ცალსახაა, ამის შეცვლის თეორიული შანსიც არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არ არის ის პრინციპი, რომლის გაცვლა ან კომპრომისი შეიძლება. კარგით, მაგრამ თუ საქართველოს მაინც მოუწევს კომპრომისზე წასვლა და ალბათ მაინც კომპრომისად უნდა აღვიქვათ ის თუ დაუშვათ საქართველოს დათანხმება ევროკავშირის მისიის ჩაყენებას, ანუ თარგამაძის წინადადებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. შესაძლებელია თუ არა ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კიდევ ერთ უფრო მეტი სარგებელი, მაგალითად თუნდაც ფინანსური დახმარების პაკეტი. გიფიქრიათ ამაზე? უფიქრია ხელისუფლებას ამაზე? ფინანსური დახმარების პაკეტი პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ იქ ინფრასტრუქტურის გაძლიერება იქნება ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში და ეს ისედაც მოხდება, ამიტომ ეს იმ სტანდარტებს შეესაბამება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მის კონტროლირებად საზღვრებზე ისედაც აკეთებს, ამიტომ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ეს საკითხი, რაც შეიძლება ვსაუბრობდეთ პერსპექტივაშიც, ეს არის პრინციპი, რომელიც არაფერზე არ იცვლება, მაგრამ არის მისი ტექნიკური და აღსრულების მექანიზმები. ამაზე ჩვენ საკმაოდ შემოქმედებითად შეიძლება ვისაუბროთ ნებისმიერ დონეზე და ამის პრობლემას საქართველოს აჩემებულად, რომ მაინც და მაინც იქ რაღაც პასპორტში უნდა ეწეროს და რაღაცა 4 თაობის ქართველი უნდა იყოს და რაღაც მინარევი არ არა, მაგრამ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე ალბათ არ იქნება. არის, მე არ მინდეს ჩვენი საუბარი რაღაც კითხაობას დაემსგავს, იმიტომ რომ მე ჩვენ რო ვიცოდეთ თქვენზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ რო ვიცოდეთ რაიმე პროექტი, რომელი პროექტის გარშემო საუბრობთ, კი ბატონო, მაგრამ როდესაც მარტო პრინციპებზე საუბრობთ, ეს პრინციპი არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. მე პირადად მე არ გულისხმობ. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ დაარწმუნებენ, რომ ამით მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაცული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს პრობლემებს არ შეუქმნის. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო შოთა მალაშხია, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ პატა ზაქარიაშვილთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია პატა ზაქარიაშვილი, მოგესალმებით ბატონო პატა პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გამარჯობა. გამოქვეყნდა ბრიუსელში არსებული კვლევითი ცენტრის საერთაშორისო კრიზის ჯგუფის მიმოხილვა სახელწოდებით საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფა. აქ ძალიან ვრცლად და დეტალურად არის მიმოხილული საქართველოს როგორც საშინაო, ასევე საგარეო მდგომარეობა. თქვენ ალბათ გაეცანით ამ ანგარიშს ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილებს, რომლებიც დადეს ქართულმა საიტებმა. როგორია თქვენი დასკვნა, ანუ რამდენად ობიექტურად არის სიტუაცია მიმოხილული? როგორც ისე კრიზისების საერთაშორისო ორგანიზაცია საკმაოდ ობიექტურია. პირველად არწერენ წელიწადში 2-3 ანგარიშს მაინც აქვეყნებენ საქართველოზე სხვა მოდიფიკაციით, როგორც ისე კონფლიქტებზე მუშაობენ, ცალკე აფხაზეთზე წერენ, ცალკე სამხატვროზე წერენ და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც და როგორც ისე თითქმის ყოველთვის არის ობიექტური და მაქსიმალურად გაწონასწორებული. და შესაბამისად ის რაც ახლა გამოქვეყნდა ჯერ ინგლისურად ამხოლ, მაგრამ ის რაც ფრაგმენტები და ის რიც საკითხვაც შეიძლება და როცა იცი ამ ორგანიზაციის სტილი და უკვე დიდი ხანი ეკითხულობ, უცე ხვდები რის თქმა უნდა და მე მომეჩვენა რომ საკმაოდ კომპეტენტური და კვალიფიცირებული ანგარიშია. მიმოხილვის ავტორებს როგორც ნაწყვეტებიდან ჩანს ყოველ შემთხვევაში რაც ქართულ საიტებზე დაიდო, აქვს საკმაოდ ესეთი დიდი ინფორმაცია სააკაშვილის ახლო გარემოცვიდანაც. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ასეთ წყაროს წარმოადგენდეს ამ ორგანიზაციისთვის და რამდენად სარწმუნოა მსგავსი წყაროები და მათი ინფორმაცია? ისინი დიდი ხანია მუშაობენ საქართველოში და ბევრ მათგანს, ბევრს ვიცნობ, ვინც მუშაობდა და დღესაც მუშაობს, აქვს ზამჭიდრო მეგობრული ურთიერთობები ხელისუფლებაში. ეს ერთი. მეორე, ახლა საქართველოს პატარა საზოგადოებაა და ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს და ოდესღაც ყოფილი მეგობრები დღეს ოპოზიციაში არ ოპონენტები არიან, მაგრამ ოდესღაც ახლოს იყვნენ, ამიტომ ძალიან იოლი არის. ოპოზიციაში ოპონენტები არიან. ხო, შესაბამისად. ამიტომ მათი მეთოდი გამოკვლევისა, ინტერვიუებისა ისე არის აგებული, რომ სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაცია შემდეგ თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, უკვე მეტნაკლებად ობიექტურ სახსრებულობს ესო ინფორმაცია. ისინი არ ეკნებიან მხოლოდ ერთ წყაროს, ყავთ მრავალი წყარო, სხვა წყაროები, მაგრამ თუ კონფლიქტებზე მუშაობენ, მაგრამ მეც მიხედავენ წყაროებად. ანუ ვიცი მათი სტილი მუშაობისა, ამიტომ ეს წყაროები ოფიციალურია თუ ინკოგნიტო? ოფიციალური, არა, მათთვის ოფიციალურ მათ თავის ანგარიშებში აქვთ შავ სამუშაოში ვისგან ეს ინტერვიუ აღებული და ვირა თქვა, მაგრამ როცა აქვეყნებენ, როგორც წესი, წყაროს არ მიუთითებენ.
მაგრამ თუ სიტყვაზე რაღაც ისეთი რაღაც დაიწერა საგანგაშო ან სასკანდალო, რომელიც შემდეგ ხელისუფლებაში ვინმეში გამოიწვევს რაღაც ხელვარებას, შეიძლება მათ თუ სასამართლოში უჩილო ვიღაცა შეიძლება ეს წყარო გახსნა, მაგრამ ისე როგორც წესი აი ვინ შეიძლება ხელისუფლების გარემოცვიდან მათი წყარო ხელისუფლებაში არსებული არა, ასე ძნელად თქვი, ხა მე თვითონ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს. აქ შეიძლება იყოს მინისტრის მოადგილეები, ცნობილი პოლიტოლოგები, ექსპერტები, ოპოზიციის ლიდერები, უამრავი ადამიანები. როგორც წესი, მათ საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვთ, პირად ურთიერთობები აქვთ ყველა, თქვას ასე decision maker-ს საქმის კეთებლებზე, ვინც უშუალოდ გადაწყვეტილებებს ღებულობს ამ კატეგორიის და ის ვინც ასაც აყალიბებს. დიახ, და ასე რომ ამიტომ მათი დასკვნები როგორც წესი არის უაღრესად კვალიფიცირებული და კომპეტენტური. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც აქ მკვლევაში არის დასმული, არის რა როლს შეასრულებს მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. თქვენ თუ გაქვთ ბატონო პაატა ამ შეკითხვაზე პასუხი? მე უფრო კაფეო პასუხი მაქვს ჩემთვის, ვიდრე ICG-მ გამოაქვეყნა. ჩემი ხმარწმენით საქართველოს ხელისუფლება რაღაცისთვის ემზადება. ანუ ეს რაღაცისთვის მზადება, ეს არ არის დემოკრატიისთვის მზადება. ეს არ არის დემოკრატიის მეოთხე თუ მეხუთე თუ εν რომელიღაც ტალღა. ეს არის კაფეოდ გამოკვეთილი სურვილი ხელისუფლება შეინარჩუნონ და ეს მგონი ამას შეჭვი არ ვესარეპარება. არც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც მithumetes ოპონენტებს. თუ როგორ მოახერხებენ ამას, ეს არის სწორედ კითხვის ნიშანი. ისო აპირებენ ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი გზით, ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, ისინი შეესწებიან ხელისუფლებას შეინარჩუნონ, რაც შეიძლება მაქსიმალურად დემოკრატიული გზით. ანუ ფასადური გზით, დემოკრატიული ფასადური, როგორ დღემდე აკეთებდნენ. სააკაშვილის ბრენდი არის დემოკრატიზაცია, საქართველოს მუდმივი დემოკრატიზაცია, ანუ ნაბიჯ დემოკრატიზაცია. დღეს ესეთი იყო, ხვალ უკეთესი იქნება, ზე კიდევ უკეთესი იქნება. ამ ფონზე მას აშუქებდა დარჩეს მე-13 პრეზიდენტად. იმიტომ რომ თუ საქართველოს რამე მართლა სოფლიოში მოსაწონი აქვს და როცა ევროპელები და ამერიკელები ოპონენტებს ჩვენ მე მაგალითად და ბევრს ჩვენთან გასელაპარაკებიან, ყოს გონებია რა გინდათ, ეს ხო გააკეთა, ეს ხო გააკეთა. ანუ მუდმივად სააკაშვილი მართ აძლევს არგუმენტს, მართ თავი იმართლონ და თვალები დახუჭონ იმაზე რაც ახდება, იმიტომ რომ საკმაოდ მსუყი არგუმენტებს აძლევს, როგორ შეიძლება გაამართლონ ოპონენტების წინაშე სააკაშვილის ესათვის ნაბიჯი, რომ ვითომ დემოკრატიულია. თუ სააკაშვილი მოწე დაიკავა პრეზიდენტის სანამდებობა, მათ ეცლებათ ყოველგვარი არგუმენტი, თუგინ ჩვენ შემოგვიტიონ. ანუ საბოლოოდ ჩვენ გვიჩნდება არგუმენტები უკვე ოპონენტებს, უკაცრავ ეს არის დემოკრატია თქვენი, ეს არის თქვენი მოწონებული დემოკრატია, აქამდე მოვიდა. დასავლეთი იცავს სააკაშვილს? დასავლეთი საქართველოს არ იცავს, დასავლეთი იცავს სტაბილურობას საქართველოში. ანუ მათ ურჩევნიათ ნებისმიერ მოულოდნელობას ის მდგრადი მოლოდინები, რაც მათ აქვთ იმ ხელისუფლების რომელიც არსებობს. ამიტომ როგორც საქართველოში კი არის, ყველგან ესე აიღეთ სომხეთი, აიღეთ აზერბაიჯანი, მე შორს არ მივდივარ. რუსეთი აიღეთ რა, არ თანამშრომლობენ თუ რა. ანუ სადაც თუ ადამიანებს ქუჩაში არ ყოფს. თუმცა ისინი არ ამბობენ რომ რუსეთში ან აზერბაიჯანში ან თქვა ყაზახეთში არის დემოკრატია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამას ამბობენ. თქვენ არა, ასე არ არის, ნამდვილად ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აზერბაიჯანზე იტყვიან რომ დემოკრატია. არჩევნები კი. ამერიკის შეუსწავლები ყოველთვის აზერბაიჯანში არსებულ მიმდინარე პროცესებს დემოკრატიას უწოდებენ. კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიისაკენ. შეიძლება ევროკავშირის შეისწავლენ რა ქვია კრიტიკა უფრო მკვეთრი იყოს და უფრო კონკრეტული, მაგრამ როგორც წესი შტატები უფრო ხაზგასმით ხარს უჭერენ იმ ძალებს, რომელიც ხელისუფლებაში არის და იშვიათად ცდილობენ გააკრიტიკონ. რაღაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შეიძლება გააკრიტიკონ, თხოვონ მაგალითად ან Amnesty International-ს ან Human Rights Watch-ს ან ამ ტიპის ორგანიზაციებს, რომ მეტი კრიტიკა შეზილონ მათ ანგარიშებში, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრების დროს ყოველთვის პირველი ფრაზები არის, მაგალითად ქალბატონი კლინტონი იყო მაგალითად კავკასიაში, არ საქართველოში, მან საკმაოდ კაფეოდ მესეჯები განაცხადა ამერიკის მხარდაჭერისა. თუმცა ბატონო პაატა, ეს არის დიპლომატია და ოფიციალურ რეიტინგებში საქართველო არის ნახევრად თავისუფალი ქვეყანა, სწორედ Freedom House-ის შეფასებით. ასევე შესაბამისი ადგილი აქვს რუსეთს, ყაზახეთს, ყაზახეთს საერთოდ არავითარ არის. რა უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში დიპლომატიური განცხადებები თუ მათი შეფასება, რომელიც ქაღალდზეა? მათი საქართველოსთან ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კრიტერიუმებით შეფასებები. მაგრამ ეს კრიტერიუმები მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და მაგალითად მაგრამ ეს ხომ პოლიტიკური შეფასებაა? მე რა, პოლიტიკური შეფასება მოქმედებს მაგალითად კრედიტებზე, ინვესტიციებზე. ადამიანი ინვესტორი რომელიც უყურებს ამ რატო შემოწ საქართველოს ინვესტიციები, იმიტომ რომ ხედავენ საქართველოს ნახევრად თავისუფალია. გარანტიები არ არის, კერძო საკუთრება დაცული არ არის. ხო და სწორედ ამას ვამბობ, ანუ შედეგობრივად რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის მხარი დავუჭირო იმ სახელმწიფოს, სადაც მეტნაკლებად გრადობაა. საქართველოს არ არის ესე დიდი სახელმწიფო, ესე დიდი ბაზარი, როგორც რუსეთი, როგორც ჩინეთი, სადაც შესვლა უცნობელია.
და ბაზრის ათვისება უცილებს საქართველოში რა უნდა გაყიდო ამისთან და ამიტომ შესაბამისად საქართველოს მიმართ არ აქვთ ესეთი მკაცრი დამოკიდებულება. მაგრამ აქ არის მეორე ვარიანტიც, ანუ თუ არ შემოვა ინვესტიცია, თუ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად სტაბილურობის შენარჩუნებაც ამ ქვეყანაში ნაკლებ სავარაუდო ხდება. ხო, შესაბამისად მათ ჭირდება დემოკრატია. თუ საქართველოში სტაბილურობა ვერ შეინარჩუნა ავტოკრატია, უნდა მოვიდეს დემოკრატია. მაგრამ თუ ავტოკრატია ინარჩუნებს სტაბილურობას, ისინი ამას იტანენ, აღიარებენ, ანუ მათთვის მისაღები არის და ამაში ტრაგედია არ, მაგრამ ესეთი ანგარიშები საჭიროა, რათა მეტნაკლები ინფორმაცია გქონდეთ ხელისუფლების შესახებ ამ სახელმწიფოებს. სხვა საკითხია როგორ იყენებენ ამას. ამიტომ თქვენი კითხვა რომ დავასრულო, სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისი ბრენდი გაყიდოს მუდმივად როგორც დემოკრატიის. ანუ ისე უნდა მოიქცეს, როგორც რასაც ელიან დასავლეთისაგან. ანუ ვიტო მოიქცეთ, ვიტო დემოკრატიულად და ჩვენ გავამართოთ ჩვენი დემოკრატიული. გასაგებია ბატონო, მაგრამ ალბათ ეს ძალიან კარგად გამოჩნდება მკაფიოდ 2013 წელს. კრიზისში გამოჩნდება ჯერ კიდევ. დიახ, პრეზიდენტის ახლო გარემოცვიდან აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ზუსტი მოსაზრება კონკრეტულად რა პოლიტიკური პოსტი სურს 2013 წლის შემდეგ, თუ რასაკვირველია მისი პარტია 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გავა პირველ ადგილას. თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული, რას გააკეთებს ამის შემდეგ, ანუ 2013 წლის შემდეგ? მე დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა დაახლოებით იცის, როგორ მოიქცევა ხვალ რო იყოს 2012 წლის არჩევნები საპარლამენტო, მაგრამ ამასე დარწმუნებული ვარ, როგორ მოიქცევა პირველ რიგში? ხვალ არჩევნები იყოს, სააკაშვილი ეცდება რომ პარლამენტში შევიდეს შედარებით მეტი ოპოზიცია ვიდრე დღეს არის. რათა სოფლის საჩუქრ გუშინ წინა არჩევნებში ამდენი იყო და ახლა ამდენი არის. ანუ ის შეეცდება მართვის პროცესები ისე რომ ცოტა მეტი დოზით შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში. მაგრამ 2012 წელი არ არის ხვალ 2012 წელს შეიცვლება ამ ხრივ სიტუაცია. არა, გამორიცხული ვითარებაც წავიდეს, გააჩნია როგორ ვითარება იქნება, როგორ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იქნება, ხალხი არ განწყობა იქნება, სააკაშვილი შეიძლება შეეშინდეს ამ ნაბიჯის გადადგმისა. ამიტომ დღეს ჩამოყალიბებული სააკაშვილი არ ნიშნავს, რომ 2012 წელს ასევე ჩამოყალიბებული იქნება. ღრმათად დაწუნებული 2012 წლის არჩევნებისათვის მაშინ სულ სხვა განწყობები ქონდეს, მაგრამ სააკაშვილი არ არის ერთი მმართველ გუნდში. მე დღეს ლაპარაკია არა სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენაზე, არამედ მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენაზე. მე მაინც გონია, რომ სულ არა გამორიცხული, რომ სააკაშვილი 2013 წლისათვის, უბრალოდ 14 წლისათვის, უკვე როცა ყველაფერი დაწყრდება და ახალი კონსტიტუცია მეტნაკლებად იმუშავებს, თუ გაუვიდა და მე იმედები მაქვს, რომ ესე არ გავა და მაინც ქართულ საზოგადოება კაფიოდ გამოხატავს თავის აზრს და 2012 წელს უკვე სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს ქვეყანას, ანუ ოპოზიციას ისე მოიყვანს ხელისუფლებაში, რომ მმართველი პარტია ვეღარ შეძლებს თავის ბერკეტებს. უნიკალური შანსია ქართულ საზოგადოებას 2012 წელს არსებითად შესვლა ვითარება თუ მოსახლეობის სულ ამორჩევს თუ 80% მოვიდა არჩევნებში. რაზეა ეს დამოკიდებული? მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობაზე? მხოლოდ დღეს ყველაფერი გაშიფრულია უკვე. ხელისუფლება ცნობილია რომ დემოკრატიული არ არის. ხელისუფლება ცნობილია რომ არ მის არავითარ დათმობებზე. მთელი საქართველოს ქუჩაში გამოვიდეს. 10 სტადიონი რო გაივსოს საზოგადოების ხელისუფლებას არ ადარდებს ეს. ანუ ერთადერთი დღეს გამოსავალი არის ყველას გამოსვლა არჩევნებზე. არა მიტინგებზე, არა აქციებზე, არა არჩევნებზე. და ეს არის 2 წელიწადში ადამიანი საათით უნდა გამოვიდეს გარეთ. მაგრამ საარჩევნო გარემო, ანუ თუ მხოლოდ ხალხის რაოდენობაზე ეს დამოკიდებული საარჩევნო გარემო. საარჩევნო გარემო შესაძლებელია, მაგრამ რომცა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, როცა ყველა გამოვიდეს ქუჩაში კი არა არჩევნებზე, არა ვერანაირი საარჩევნო უარყოფითი გარემო ვერ ერევა ამას. თუ 80% ამორჩეულს მოდის არაძლოს ხმა სააკაშვილს, ნუ ვერანაირად მაგრამ რეალურად მიგაჩნიათ ეს? თქო უნდა. თუ მოხდა ეს ჩილეში, თუ მოხდა სამხრეთ აფრიკაში, თუ ეს მოხდა ზამბერ ქვეყნებში, რატო არ შეიძლება ეს მოხდეს საქართველოში? 2012 წელს კარგით, მაგრამ ეხლა რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები. ეხლა ხო მithumetes საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა სწორედ ხელისუფლების ინტერესში შეიძლება იყოს, მეც არ გამოვიწყავ ამ საკითხს, რომ ხელისუფლების ხელში შეიძლება იყოს, რომ რაც მოულოდნელად დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. გამორიცხული არ არის. და რა არის ამის მიზეზი, რატომ შეიძლება იყოს ეს ხელისუფლება? რათა დააბნიოს საზოგადოება, არ მისცეს საშუალება ოპოზიციურ პარტიებს მეტნაკლებად ერთიანს როცა გულს არ გაერთიანებულს, არამედ რაღაც გარკვეული ერთიანი სტრატეგიით, ერთიანი ფრონტით შეუტიონ ხელისუფლებას, ამის გამო შეიძლება მათ მოინდომონ ვადამდელი არჩევნები. და იმიტომაც ხომ არა, რომ დღეს მათ რეალური შანსი აქვთ ობიექტურ არჩევნებშიც გამარჯვების მოპოვების. დღეს მაინც არ მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდა, ალბათ გაზაფხულამდე არ იქნება ეს. ასე რომ არ ჩანს ჯერ არავითარი პირი ამას არ უჩას, მაგრამ თუ ისე ვადამდელი არჩევნები ჩაატარა, როგორც ის ყველა ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩაატარა საკავშირო, ყველა იყო მისი ინიციატივით გაკეთებული. მაგალითად, როცა ვადამდელი არჩევნები ჩაატარა პარლამენტის, ეს ჯერ გადაიტანა უკან, თუ გახსოვთ, ამის გამო ხალხი გამოვიდა ქუჩაში და მე თვითონ გადადგა, მე ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდელი და შემდეგ უკვე მის მიერ
შეცვლილი კონსტიტუციიდან გამომდინარე ვადამდელი ჩაატარა ვითომ არჩევნები. სულ მუდმივად რაღაცა მახინაციებს აკეთებს. ანუ არც ერთი არჩევნები საქართველოში რევოლუციის შემდეგ არ ჩატარებულა იმ ვადებში, რა ვადებში მოლოდინი იყო კონსტიტუციის ვადებიდან გამომდინარე. ანუ გამორიცხული არა, მაგრამ მე მაინც გონია რომ ეს იმდენად დაარტყავს ისევ სააკაშვილის იმიჯს, როგორც დემოკრატის იმიჯს, რომ ის იძულებული იქნება, მაინც შეეცდება, რომ თუ რომელიმე ოპოზიციაზე ვერ შეაბა ეჟვანი და რომელიმე ოპოზიციამ ძალიან არ გაიგიჟა თავით არ თქვა ვადამდელი არჩევნები თუ მე მგონი რომ თვითონ ვერ გააკეთებს ამას. ანუ მას შეიძლება ვიღაც ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც ააგორებს კამპანიას, რა თქმა უნდა, ვინც ააგორებს კამპანიას ვადამდელ არჩევნებზე. ბატონო, ანგარიში ასახელებს ასევე პრემიერობის და პრეზიდენტობის პერსპექტიულ ვარიანტებს. მათ შორის არიან როგორც ანგარიში ნათქვამია პოპულარული მერი გიგი უგულავა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ასევე ანგარიში გამორიცხავს რომ პრეზიდენტის ამ პრემიერის პოსტს უმიზნებდეს ვანო მერაბიშვილი. ეთანხმებით თუ არა ამ პროგნოზს, თუმცა პასუხს ამ შეკითხვაზე მივიღებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ ყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია პაატა ზაქარიაშვილი. ბატონო პაატა, გავიმეორებ შეკითხვას. ანგარიში ასევე მოხსენიებულნი არიან პრეზიდენტობის და პრემიერობის პერსპექტიული კანდიდატები. მათ შორის არიან როგორც ანგარიშია ნათქვამი პოპულარული მერი გიგი უგულავა და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. სხვა შორის ანგარიში გამორიცხავს იმას, რაზეც თქვენ ერთხელ ვისაუბრეთ ამ სტუდიაში, კერძოდ იმას, რომ ვანო მერაბიშვილს შესაძლოა ამ პრეზიდენტობა, ამ პრემიერ-მინისტრობა სურდეს მომავალში. თუ ეთანხმებით ამ პროგნოზს? არ მე მაინც ჩვენებას თუ პირველ ჩვენებას ვაწვევით თუ შეიძლება ასე ითქვას. მე მაინც გონია რომ მთელი ეს კონსტიტუციური ცვლილებები კეთდება იმიტომ, რომ მათ არ ყავთ ძლიერი პროპაგანდისტი ადამიანი, რიტორი ადამიანი, რომელიც შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. მაგალითად, არადათ ქვეყანას მართავს რეალურად ვანო მერაბიშვილი. ყველანაირი მონაცემით ესე ჩანს. ვანო მერაბიშვილის საზოგადოების დაჯერება, ანუ მისი მეტყველება არ არის იმ დონეზე, რადგან მაგალითად სააკაშვილის. მაგალითად, არც მე არ შემიძლია ესე თქვა, ჩემი მეტყველებაც სულად გამოირჩევა, მაგალითად რიტორის ის არა, ნიჭი არ გამაჩნია. აი, შესაბამისად, ან გულისხმობთ, რომ არ ყავთ ისეთივე ქარიზმატული ლიდერი, როგორც სააკაშვილი. ამიტომ კონსტიტუცია შეიცვალა იმ ადამიანისათვის, რომელსაც არ ჭირდება საზოგადოების წინ, საზოგადოებას დაუმტკიცოს ის ღირსი და არა იმ ადამიანისთვის, ანუ მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც ეს მთელ საზოგადოებას ეგონა. ხო, შესაბამისად მე არ მგონია რომ სააკაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი. რატომ ისევ და ისევ დასავლეთის გამო ბრენდი ვერ იყიდება რომ დემოკრატიული ბრენდი. თუ შენ პუტინივით იქცევი როგორ ითახა უკეთესი. უცებ აძლიერებს ოპონენტების თუ შეიძლება არგუმენტებს და ასუსტებს ევროპის არგუმენტებს. ჩვენ ყველას ვეთქვი უკაცრავად რა სააკაშვილი ჯობია ამ შემთხვევაში პუტინს. ანუ მე არ მგონია სააკაშვილმა გაიმეოროს პუტინის გზაც. და ალბათ ჩემი ღრმაწმენით ძნელსათქმელია, მაგრამ ჩემი ანალიზი ჩანს რომ მე მგონი რომ მერაბიშვილი უნდა იყოს ალბათ პრემიერ-მინისტრი. ამ შემთხვევაში მათ პრეზიდენტი დაჭირდებათ რომელიმე ისეთი ფიგურა, რომელიც ცნობილია, რომ არ არის პოლიტიზირებული, არ ვერ შექმნა ამდენ ხანს ვერანაირი პოლიტიკური ჯგუფები. და სააკაშვილს ყველაზე მეტად ეშინია ის ადამიანები, ვინც შეიძლება ხორცი შეისხას, მას შემდეგაც დაიკავოს რაღაც გარკვეულ თანამდებობას, რაღაც სტატუსს შეიძეს. აი ყველა საუკეთესო ვარიანტი. ანუ დავით ბაქრაძესთან გიგი უგულავას გამორიცხავთ თუნდაც დავით ბაქრაძეს დავტოვებდი. დავით ბაქრაძე უკვე მრავალი წელია პოლიტიკაშია და თავისთავად წარმოაჩინა როგორც ადამიანი, რომელიც არ აყავს არანაირი გუნდი სერიოზული, არ არის არანაირი კორუფციაში თუ რაღაცა კლანურ თუ რაღაც გარკვეულ კლიენტელისტურ რაღაც ურთიერთობებში არ არის და მარტო არის რეალურად მას დიდი გუნდი არ შეუქმნია. ამიტომ ყველაზე კარგი მისაღები არის სააკაშვილისთვის ამ კატეგორიის ადამიანი როგორც არის ბაქრაძე. მაგრამ მიუღებელი უგულავა. არავინ არ იცის უგულავა რო გახდება პრეზიდენტი, როგორ მოიქცევა და მე მგონია რომ მოინდომეს იყოს მეტად დამოუკიდებელი და დისტანცირება მოახდინოს სააკაშვილისაგან. მე მგონი რომ სააკაშვილი გზობს ამას. თუმცა დღეს მათ შეიძლება გქონდეს თავისი ამბიცია. როგორ ფიქრობთ, როგორ შეაჩერებს მას სააკაშვილი? ვერ შეაჩერებს. ანუ ეს სხვა საკითხია სააკაშვილი რაც ხედავს და სხვა საკითხია უგულავა როგორ უყურებს თავის პრეზიდენტობას. ანუ თუ უგულავა გადაწყვეტილ იყოს პრეზიდენტის პოპულარული მერად ითვლება მაინც ასე თუ ამ ფორმით და შესაბამისად თუ საზოგადოებას თავი მოაწონა და გაიმარჯვა, ანუ არა გამორიცხული სწორედ 2012-13 წელი ძალიან უნიკალური წლები მოდი საქართველოსათვის. ასეთი გარდატეხი წელი არ ყოფილა დიდი ხანი ერთი იყო როცა კომუნისტები წავიდნენ და გამსახურდია მოდიოდა, როცა ჩანდა წამსვლელი და არ ჩანდა მომსვლელი და ამიტომ მომსვლელი მოდიოდა ხარიზმატული ლიდერი გამსახურდიას სახით. მეორე იყო შევრაძის წასვლის პერიოდში, როცა მოინდომა მისმა გუნდმა დარჩენა და რევოლუცია მოხდა. სწორედ ასეთი ვითარება იქნება დღეს 2012 წლისათვის. პრინციპში ალბათ 2012 წელი უკვე გვაჩვენებს დაახლოებით მაინც იმას, რა მოხდება 2013 წელს გვაჩვენებს. თავარი 12 და 13. ნებისმიერ სახელმწიფოში სადაც არჩევნები ტარდება, ანუ არჩევნებით ხელისუფლების ლეგიტიმაციას ძალა აქვს,
იქ ყოველთვის საპარლამენტო არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საპრეზიდენტო. ჩვენ არ აქვს კულტურა საპარლამენტო არჩევნებისა, თორე პარლამენტი უფრო მეტი ძლიერია ყოველთვის ყველგან ვიდრე პრეზიდენტი თუ პარლამენტი მოწოდების სიმაღლეზე. ამიტომ სააკაშვილოს სჭირდება რომ პარლამენტში იყოს რაც შეიძლება ცოტა ოპოზიცია და რაც შეიძლება სუსტი მორალოსული წარმომადგენლები. ნახეთ, უსახო ადამიანები, ბევრს ასკი ვიცნობ, ერთხელ ეთერში შევხვდი, ვლაპარაკობთ ნახევარსაათზე მეტი ერთ ადამიანთან და აღმოსავლეთ პარლამენტის წევრი იყო, არც კი ვიცოდი, შემთხვევით გავიგე. ანუ ისეთი ხალხი ჭირდება, რომელიც უკვე სტატუსს მიიღებენ, მაშინ ვეღარ გახდებიან ძლიერები, მე არ აქნებათ ამბიციები. ამიტომ მე მგონია, რომ სააკაშვილოს ჭირდება დაბალანსებული პარლამენტი, უძლური პარლამენტი. ეს პარლამენტი არის ერთჯერადი გამოყენების პარლამენტი, მაგრამ იმ ერთჯერადი გამოყენების დღეს, როცა ამტკიცებს მთავრობას, პარლამენტი არის ძალიან ძლიერი. ახალი კონსტიტუციით. როცა ახალი კონსტიტუცია შეუძალაში. ამ ფონზე ქართულ საზოგადოებას აქვს უნიკალური შანსი მოუგოს ხელისუფლებას და გაიყვანოს ოპოზიცია 60% თუ გაიყვანა, თუ 80% და ხმათა დარწმუნებული რომ ქვეყანაში არსებითი ცვლილება ვითარება. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან სარისკო მომენტი ამ კონსტიტუციაში. შესაბამისად ხელისუფლება დაცალა ყველაფრისაგან კონსტიტუცია როგორც კი დღეს აირჩევს მთავრობას, ყველაფერი აღარა უკვე შეიძლება გადააკეთო. ანუ თქვენ გულისხმობთ ჯამურად ოპოზიციას, ანუ გულისხმობთ იმას, რომ პარლამენტი უნდა იყოს უფრო ჭრელი ვიდრე არის დაუშვათ. რა ჭრელი იქნება? როგორც კი ჩვენ ვამსხვილებთ ოპოზიციას, სახში შეიძლება ხალხი ვიზარ გამსხვილებული არ მოსწონს. როგორც ამიტომ რაც უფრო დაშლილია ვიღაცა უცებ იქნება 4-5 პარტია, რომელიც მაინც გაერთიანდება. ამიტომ ვისაც მოსწონს გაერთიანების იდეა, მათ შეუძლია ხმამისენ გაერთიანებულ ამ ოპოზიციას, რომელიც აუცილებლად იქნება რაღაც ფორმით. სამაგიეროდ იმ ხალხს, ვისაც არ მოსწონს ჭრელი სიჭრელე ერთ გაერთიანებაში, როცა მემარცხენეების, მემარჯვენეების, ლიბერალების ერთგუნდში არიან, ისინი სასწრაფოდ არ მიდიან არჩევნებზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავშალოთ ფრონტი, უნდა მივცეთ საზოგადოებას არჩევანის საშუალება. ეს საპარლამენტო არჩევნები 12 წელს ამის საშუალებას იძლევა. სხვა შორის ბატონო კრიზის ჯგუფი არ გამორიცხავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა დაუჭიროს მხარი ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, თუმცა არ არის დაზუსტებული, იგულისხმება პრეზიდენტის პოსტი თუ პრემიერ-მინისტრის პოსტი. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ანგარიში გულისხმობს პრემიერ-მინისტრის პოსტს, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან გაუშვას ალასანიას პარტია პირველ ადგილას საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან სწორედ პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს თავის სავარაუდო ლიდერს ამ კანდიდატურის პოსტზე. ან როგორ უნდა მიიღოს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება იმ შესახებ, ვინ გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში? გამორიცხულია. სააკაშვილი ხალხი თუ მერაბიშვილი ამას დაუშვებს, ხო საკითხია, მაგრამ სააკაშვილი გამორიცხულია, იმიტომ რომ სააკაშვილი არავის არ პატიებს თავის გუნდის წევრებს ქვათაზე ხალას. ანუ მე აშკარად გზნობ, რომ სააკაშვილს მიუღებელია ის მოქცევა, რაც გააკეთა ალასანიამ. ალასანი რო წავიდა თანამდებობიდან, გახსოვთ მინისტრი მოხდა ჰაერში საერთოდ. ტყეშელაშვილი იყო საგანმანათლებლო მინისტრი და თვითონაშო ჩაჟდა იყო მინისტრი და რო ჩამოვიდა ტრაპინი აღარ იყო მინისტრი უკვე და არის ხალხმა გონი ბრუსელში ჩავიდა თუ ხელსინკში თუ აღარ მახსოვს კანდიდატს ქვეყნებში მიიღება მხარე მარიცოდე ვისელაპარაკებოდე მინისტრი იყო თუ ვინ იყო. ანუ იმდენად გაამწარა ალასანიას ქცევამ წასვლის შესახებ, რომ გაანთავისუფლეს სამსახურიდან ყველა დიპლომატები რათა ფორმალურად გაეფორმებინათ, რომ ალასანი კი არ წავიდა, გაანთავისუფლეს თვითონ. ესეთი მომენტი. თუმცა ძალიან საინტერესოდ არის ანგარიში. დიდ დარტყმა მიაყენა ალასანიამ სააკაშვილს, მე ჭვენ პარვა სააკაშვილმა ასეთ თავისუფლება მისცეს ალასანიამ. ანგარიში ასეთ წერია ბატონო პატა, ანუ იქ წერია, რომ ეს არის პრეზიდენტისთვის ასე ვთქვათ, უკიდურესად არასასურველი ვარიანტი, მაგრამ რა კი ეს ვარიანტი მაინც წერია. შეიძლება იყოს რაღაცა შანსი, ანუ თუნდაც დასავლეთიდან ზეწოვა სააკაშვილზე, რომ მას მოუწიოს ამ ნაბიჯზე წასვლა, ანუ ალასანიასთვის რომელიმე პოსტზე მხარდაჭერა. გამორიცხულია. მე მგონი, რომ მე არ გამორიცხო, რომ ალასანიას პარტიას საშუალება მისცენ, ანუ ხელი არ შეუშალონ მეტნაკლებად წარმატებით მოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ამაზე მეც მე არ მგონია, რომ მიიღონ და შეიძლება რომელიმე მის გუნდის წევრს მისცენ მინისტრის პორტფელი. მაგრამ არ მგონია ამაზე პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტობაზე მე გამორიცხავდი საერთოდ ფიქსას. ძალიან საინტერესოდ არის დახასიათებული ბატონო პატა დიმიტრი შაშკინი, რომელსაც ანგარიში უწოდებს ამომავალ ვარსკვლავს. თუმცა რომელსაც არ ექნება, ასე ვთქვათ, სააკაშვილის მემკვიდრეობაზე რაიმე პრეტენზიაო, ასე წერია. თქვენი აზრით აი თვითონ წოდება ამომავალი ვარსკვლავი რითი დაიმსახურა შაშკინი? ეს არის აშკარად ხელისუფლებიდან ჩამოწოდებული, როცა წყაროებზე საუბრობთ, აშკარად ჩასწორ ეს არის მოწოდებული ძალიან ხელისუფლებაში ძალიან მაღლა მდგომი ფიგურის მიერ მიწოდებული აშკარად შეგდებული ტყუილი. არანაირი ამომავალი ვარსკვლავი შაშკინი არ უკვე ჩაქრა, ისე რომ ვერც კი აინთო, იმიტომ რომ მისმა რეფორმებმა, საგანმანათლებლო რეფორმებმა განეცდა და კრახი ამ საერთოდ ამ პოლიციურ რეჟიმის შესვლა ყაზარბება სკოლების ქცევა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არ მოიპოვა არავითარი მხარდაჭერა. შესაბამისად შაშკის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. და სამწუხარო ფაქტია, ერთხელ მახსოვს, როცა რეიგანი იმარჯვებდა
ქვია არჩევნებში ის ქვია ჯექსონი იყო მისი მეტოქი შავკანიანი და მან მიმართა მას რომ ჯერ არ არის დრო როცა ამერიკელები შავკანიანს ხმას მისცემენო რეიგან მოუთხრა ჯექსონს ასე რომ მე მგონი რომ ჯერ კიდე სამწუხაროდ საუბედურო ჯერ საქართველოში არ არის ისეთი დრო როცა შაშკინი ანუ არაქართული გვარი გადადგმებში შეიძლება გამოიყენოს ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა ქართული პრობლემა მაგრამ ეს პრობლემა არსებობს ბატონო ანგარიში გაკრიტიკებულია ასევე ოპოზიცია რომელმაც ანგარიშის მიხედვით ვერ შეძლო რაიმე სახის საერთო გეგმის ან გზავნილის ფორმულირება ამიტომ პოლარიზაცია მთავრობასა და იდეოლოგიურად ჭრელ ოპოზიციურ პარტიებს შორის სერიოზულ ბარიერებს უქმნის დემოკრატიული სისტემის შექმნას ეთანხმებით ამ კრიტიკას ოპოზიციური პარტიების მიმართ საუბარი აქ არის მაისის ადგილობრივი არჩევნების პერიოდზე აი რა შეცდომები დაუშვა თქვენი აზრით ოპოზიციამ სწორედ ამ პერიოდში რა კი ასეთი დასკვნა ანგარიში დადებული არა მყარი არის ოპოზიცია რაღაც გარკვეულ მომენტებში კრიტიკულ სიტუაციაში აი მაგალითად ალიანსზე ვიტყოდი კრიტიკულ მომენტში გახსოვთ რომ იყო არამდგრადობა და უცებ ჩაითვალა რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გაერთიანება არ იქნებოდა მიერთება არ იქნებოდა ურიგო ეს ჭადრაკის სასახლის მოვლენები ალბათ გახსოვთ აბა მე მგონი შეარყია მდგრადობა სიმყარე ანუ როცა უკვე ფინიშზე გადიხარ აღარ შეიძლება ცულებები უკვე ბოლომდე გახვიდე ეს იყო რა თქმა უნდა ამან გამოიწვია საზოგადოებაში უნდობლობა მიუხედავად ამისა შედეგები მაინც ჩემთვის იყო იმედმომცემი და მე არ ვთვლი ამას წაგებად ეს არ არის რა თქმა უნდა გამარჯვებას მაგრამ ჩვენი აზროვნება არის ძალიან სტატიკური ან გამარჯვება ან წაგება ან მე ან არავინ ან დღეს ან არასდროს ეს სტატიკური აზროვნება უნდა მოვუსწროთ როგორმე და უნდა გადავიდეთ დინამიურ აზროვნებაში თუ არა მე შეიძლება სხვა თუ არა დღეს ათო შეიძლება ხვალ თუ მე ვიმარჯვებ სხვა მათო წააგოს ანუ ეს ნულოვანი შედეგზე გათვლილი წარმატება ყოველად უნდა მოვუსწროთ შესაბამისად მე მიმაჩნია რომ ის რაც მივიღეთ 25 ამორჩეულ ვინც მივიდა არჩევნებზე ამორჩეველი 25% ხმამისა ოპოზიცია 25% ხმამისა საქმეზე უგულავას კვოტას მაგრამ რა 25%-ია ის და რა 25%-ია ის იქ არის მოსყიდულები დაშინებული ასე შემდეგ უგულავასთან აქ ხო არავინ არ მოუსყიდია არავინ არ შეუშინებია ანუ ეს ალალი ხმები არის იმ ხალხისა ვინც მივიდა არჩევნებზე პრობლემა არის 50% დიდი ნაწილი იჯდა სახლში და საკუთარ ეს პრობლემა ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიცია ვერ მოახერხა იმ ხალხის გამოყვანა გარეთ ეს პრობლემა არა მარტო ოპოზიციის სახელმწიფო პრობლემა იმ ხალხის პრობლემაა ვინც ხალხ გარეთ არ გამოვიდა ადამიანი რომელიც თulis რომ მაინც გაყალბდება არჩევნები და ამიტომ არ მიდის ამით ხო კიდევ უფრო ხელს უწყობს რომ არჩევნები მაინც გაყალბდება იმიტომ რომ მის ხმას უფრო იოლად გამოიყენებს ასე გეუბნებათ არც ბევრი დრო გრჩება და არ შემიძლია ჩვენი საუბრის ბოლოს არ კითხოთ პრეზიდენტის ბიოგრაფიაში ახლად ჩამატებული დეტალის შესახებ რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული ახალი ჩანაწერის მიხედვით სააკაშვილმა როგორც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა უზრუნველყო ქართველებსა და აფხაზებს შორის პატიმართა გაცვლის შეთანხმებები და იგივე როლი შეასრულა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის რომლებიც დატყვევებულნი იყვნენ მთიანი ყარაბაღის ომის დროს. თქვენ როგორც ტყვეთა გაცვლის პროცესის აქტიური და უშუალო მონაწილე, რამდენად ადასტურებთ ამ ინფორმაციას? ეს არის ტკნარი სიცრუე, ყველაზე კულტურულად ვთქვა, ეს არის ტკნარი სიცრუე, უფრო მძაფრად ვარ ვთქვა. მაშინ მე და სააკაშვილი მეგობრები ვიყავით, მე სააკაშვილი ბარამიძე მუშაობდით სადუკავსაძესთან კომიტეტში. ასე რომ აი ბარამიძე ჩართული იყო, ბარამიძე იყო პარლამენტის წევრი და ჩართული იყო ამ პროცესებში, ძალიან მეხმარებოდა და ერთმანეთს ვეხმარებოდით, სოხუმში ვიყავი სულ და ის იყო თბილისში ჩამოდიოდა და სადუკავსაძე. აი ჩვენ სამნი მუშაობდით ამ სფეროში. ვერცეთის გარეშე ის ეფექტურად ვერ იქნებოდა წარმართული ის ღონისძიებები, რასაც საბოლოო ჯამში მე ვაგვირგვინებდი, იმიტომ რომ პროტესტის ნახაზზე ვიყავით, თორსა ეს სამი ადამიანი მუშაობდით. სააკაშვილი ჭრდილი არ ყოფილა. რატომ ჩაამატეს ეს დეტალი? იმიტომ რომ ლამაზია ალბათ და მოსაწონია და ჭირდება, იმიტომ რომ მისი ბიოგრაფიაში ომში არ მოწინააღმდეგე. მაინც ეს იმიტომ რომ ლამაზი და მოსაწონი ბევრი სხვა დეტალი. ხო, მაგალითად, მას რო ეთქვა რომ ყარაბაღის თუ ყარაბაღის შუაშია და კვიპროსის კომპლექსში მონაწილეობდა და კოსოვოში ვერაფერს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ყარაბაღის კარგად ვიცი როგორ მიმდინარეობდა და აფხაზეთში. ყარაბაღში მეტყვეებს ასული ომის დროს, მაგრამ შემდეგ დღემდე მუშაობ ამ სფეროში და ამიტომ მეწოდინებოდა. ომის დროს არ ყოფილა ყარაბაღში, მაგრამ შემდეგ 2019 წლიდან მოყოლებული ყარაბაღში ვარ ხშირად. ანუ სააკაშვილის გვარი არ გამეგია. ანუ აშკარად ეხლა აშკარად ჩაწერა ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი. და თავი მოიწერა, მე მაინც მივწერე ჩემს სომეხ მეგობრებს, ხوار რამე და არა, ყველას გაეცინა. ანუ აშკარად დაწერა ის, რაც კარგად იცის და იცის, რაც ჩემგან მოყოლილია ქონდეს, ხა ჩვენ ხო ახლო კონტაქტები ქონდა და ანუ არ ვიცი, ძალიან გული წყდება, რომ ასეთ პრიმიტიულ სიცრუეზე წავიდა. არაფერი საერთო მას ამ პროცესებთან არ ქონდა. გასაგებია. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენი სტუმარი იყო პაატა ზაქარიაშვილი. დღეს ამით გემშვიდობებით. ხვალაც საძე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.